გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა სირიელების დეპორტაციის საკითხის განსახილველად გერმანიაში მიიწვია. სირიაში სამოქალაქო ომი დასრულდა, გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის საფუძველი აღარ არსებობს, ამიტომ შეგვიძლია დეპორტაციები დავიწყოთ, აღნიშნა მერცმა. მისი თქმით, გერმანია მონაწილეობას მიიღებს სირიაში არსებული ვითარების სტაბილიზაციაში. ამასთან გერმანიის კანცლერმა გამოთქვა იმედი, რომ სირიელი ლტოლვილების მნიშვნელოვანი ნაწილი სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნდება. ცნობისთვის გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით აგვისტოში სირიიდან გერმანიაში 951,406 ადამიანი იმყოფებოდა. ამერიკის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგეტსმა და სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრმა ან გიუ ბეკმა ყოველწლიური უსაფრთხოების საკონსულტაციო შეხვედრა გამართეს. ეს არის ფორუმი, სადაც ორი ქვეყანა სამხედრო ალიანსისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სამხრეთ კორეის თავდაცვის სტრატეგიას განსაზღვრავს. სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მინისტრებმა განიხილეს ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ გაერთიანებული თავდაცვის მზადყოფნა, რეგიონული უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობა, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და სარაკეტო თავდაცვის სფეროში კოოპერაცია. ამერიკული სოციალური პლატფორმა Reddit-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი სტივ ჰაფმანი Forbes-ის მილიარდერთა სიაშია. ჰაფმანის სიმდიდრის ზრდა კომპანიის მიერ რეკორდული ფინანსური მოგების გამოქვეყნებას მოჰყვა, რის შედეგადაც Reddit-ის დამფუძნებლის ქონება 1.2 მილიარდს მიაღწია. გამოქვეყნებული ფინანსური შედეგების თანახმად ამერიკულმა სოციალურმა პლატფორმამ ზედიზედ მეხუთე კვარტალში მოგება დააფიქსირა. წმინდა შემოსავალმა ყველა დროის მაქსიმუმ $163 მილიონ მიაღწია, ხოლო Reddit-ის აქციების ღირებულება წლიურ ჭრილში 75%-ითაა გაზრდილი და $208.95 უტოლდება. კომპანიის აქციები საჯაროდ გასული წლის მარტში დაილისტა. უახლესი მონაცემებით მისი საბაზრო კაპიტალიზაცია 39.59 მილიარდს უტოლდება. თავად ჰაფმანი Reddit-ის 3.1 მილიონ აქციას ფლობს, რაც ფირმის დაახლოებით 2.1%-ია. სოფლიოს სამი უმსხვილესი სუვერენული ფონდი, ნორვეგიის ბანკის საინვესტიციო საბჭო, აბუ-დაბის საინვესტიციო ორგანო და სინგაპურის GIC ინდურის კომპანიის Billion Brains Garage Ventures აქციების შეძენით არიან დაინტერესებულები. საუბარია ჰოლდინგზე, რომელიც ფლობს ცნობილ ინდურ საბროკერო პლატფორმა Growth. Billion Brains Garage Ventures მიერ საფონდო ბირჟაზე აქციების გამოტანა მიზნად 795 მილიონის ოდენობით კაპიტალის მოზიდვას ისახავს. აღნიშნული კომპანია მოწინავე ადგილს იკავებს ციფრული საბროკერო პლატფორმების ინდუსტრიაში და მას 14 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს. რომში მე-13 საუკუნის კონტის ისტორიული კოშკის ნაწილის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა. როგორც როიტერი წერს, დაღუპულია რუმინელი მუშა, რომელიც 11 საათის განმავლობაში ნანგრევების ქვეშ იმყოფებოდა. რომის პოლიციის განმარტებით მამაკაცის სასწრაფო დახმარების მანქანაში გარდაიცვალა, ამასთან დაშავდა კიდევ ერთი მუშა, რომელიც ავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები არ აღენიშნება. იტალიური მედიის ინფორმაციით, დაშავებულთაგან ორს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს. კოლიზეუმთან ახლოს მდებარე შუა საუკუნეების კოშკის ნაწილი მისი რეკონსტრუქციის დროს ჩამოინგრა. გრევის გამომწვევი გარემოებების გამოძიება დაწყებულია. კალიფორნიაში მდებარე ოკლენდის მუზეუმის ხელმძღვანელის განცხადებით, მუზეუმის საცავიდან 16 ოქტომბერს ქურდებმა 1000-ზე მეტი არტეფაქტი მოიპარეს, მათ შორის ისტორიული მნიშვნელობის საიუველირო ნაწარმი, დაგეროტიპები და აბორიგენი ტომების ხელნაკეთი ნივთები. ქურდობის შესახებ ინფორმაცია ორი კვირის დაგვიანებით გავრცელდა. კალიფორნიის პოლიცია მიზეზად საგამოძიებო სამუშაოებისთვის ხელი შეშლის რისკს ასახელებს. მუზეუმს კოლექციაში 2 მილიონამდე ექსპონატი აქვს, რის გამოც თანამშრომლებს საკმაოდ დრო დასჭირდათ მოპარული ნივთების სრული სიის დასადგენად. ხოლო რაც შეეხება მოპარული ექსპონატების საერთო ღირებულებას, მუზეუმის განცხადებით ექსპონატების დიდი ნაწილი შემოწირულობაა და მათი მატერიალური ღირებულება არასდროს შეფასებულა. ესაა კალიფორნიის მცხოვრებთა ყოველდღიური ნივთები, რომლების საშუალებითაც ჩვენი მათი ცხოვრების ისტორიას ყვებით. ვფიქრობ, ადამიანებმა, ვინც ეს ნივთები მოიპარეს, თვითონ არც იციან რა აქვთ ხელთ, განაცხადა მუზეუმის ხელმძღვანელმა ლორი ფოგარტი. 100 კილოგრამზე მეტი ოქროსგან ჩამოსმული უნიტაზი, რომელიც სრულიად ფუნქციონირებს, აუქციონზე 18 ნოემბერს გაიყიდება. იტალიელი კონცეპტუალური ხელოვანის მაურიციო კატელანის ნამუშევრის საწყისი ფასი $10 მილიონ ადგენს, რაც სკულპტურის შესაქმნელად გამოყენებული ოქროს დღევანდელი საბაზრო ღირებულებაა. სკულპტურა სახელწოდებით ამერიკა 8 ნოემბრიდან დამონტაჟებული იქნება სოტბის ახალ სათავო ოფისში ნიუ-იორკში და ვიზიტორებს საშუალება ექნებათ ის მოინახულონ. ამერიკის ტყუპისცალი ნიუ-იორკში გუგენჰაიმის მუზეუმში იყო დამონტაჟებული, სადაც 1 წლის განმავლობაში 100,000 ვიზიტორს საშუალება ჰქონდა ის არა მარტო დაეთვალიერებინა, არამედ გამოეყენებინა კიდეც. 2019 წელს სკულპტურა ბრიტანეთში ბლენჰაიმის სასახლეში გადაიტანეს, სადაც დამონტაჟებიდან 2 დღეში ის ორმა ქურდმა მოიპარა. ძარცვის ფაქტზე ორი პირი მიმდინარე წლის მარტში დააკავეს, თუმცა პოლიციის ცნობით უნიტაზი ვერ იპოვეს.
ნუთელასა და სხვა შოკოლადის პროდუქტების მწარმოებელმა გიგანტმა იტალიურმა Ferrero-მ თურქული თხილის შესყიდვა შეწყვიტა. მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი გაორმაგებული ფასი და გაფუჭებული ხარისხია, რაც კომპანიისთვის მიუღებელია. აღსანიშნავია, რომ გაზაფხულის ყინვამ და თურქეთში მავნებლების გავრცელებამ თხილის მოსავალი დააზიანა, რის შედეგადაც მისი ფასი ზაფხულიდან თითქმის გაორმაგდა. ამასთან ადგილობრივმა მწარმოებლებმა გადარჩენილი მოსავლის სპეკულაციური შესყიდვა დაიწყეს, რადგან მათ აქვთ მოლოდინი, რომ Ferrero-ს თურქული პროდუქციის შესყიდვა აუცილებლად მოუწევს და იმ სამაში დიდ ფასსაც გადაიხდის. თავად Ferrero, რომელიც თხილის გლობალური წარმოების მეოთხედს მოიხმარს, დროებით აჩერებს თურქეთიდან შესყიდვებს და ამ მარაგებს ამერიკიდან და ჩილიდან ავსებს. ამ გადაწყვეტილების ფონზე თურქული მხარე შიშობს, რომ Ferrero-ს სტრატეგიამ ქვეყანას შესაძლოა გლობალური ბაზრის წილი დააკარგვინოს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩილე წარმოების გაორმაგებას გეგმავს. თურქეთის მოსავალი, რომელიც ჩვეულებრივ 600-700.000 ტონას აღწევს, წელს შესაძლოა 300-500.000 ტონამდე დაეცეს. ამას ემატება ლირის გაუფასურება და შრომის მაღალი ღირებულება, რაც თურქ მწარმოებლებს კონკურენტუნარიანობას აკარგვინებს. თუ კი მხარეებს შორის ვაჭრობა არ აღდგება, მაშინ თურქეთი ყველაზე მნიშვნელოვან მომხმარებელს დაკარგავს, რაც სექტორისთვის უდიდეს გამოწვევად შეიძლება იქცეს. 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა 6 მილიონი ტონა მაკარონი აწარმოეს, რომლის ღირებულება 9.1 მილიარდ ევროს შეადგენდა. ევროსტატის მონაცემებით 2023 წელთან შედარებით მაკარონის წარმოების ღირებულება 3% გაიზარდა, ხოლო წარმოებული მოსულობა 5%-ით შემცირდა. მაკარონის 2/3-ზე მეტი 4.1 მილიონი ტონა იტალიაში იწარმოებოდა. მას მოსდევდა ესპანეთი 6%-ით, რომელიც 5%-ით გერმანიას უსწრებდა. რაც შეეხება ვაჭრობას, ევროკავშირში წარმოებული მაკარონის ექსპორტის ნახევარზე მეტი 55% ევროკავშირის ფარგლებში იყიდებოდა ქვეყნებს შორის. ევროკავშირის გარეთ ექსპორტის ძირითადი მიმართულებები კი იყო გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები. 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებმა ექსპორტზე 2.9 მილიონი ტონა მაკარონი გაიტანეს, ხოლო იმპორტი 1.7 მილიონი ტონა იყო. რაც შეეხება ექსპორტიორ ქვეყნებს, იტალია ლიდერობდა 2.2 მილიონი ტონა მაკარონის ექსპორტით, რაც მთლიანი ექსპორტის 3/4-ზე მეტია. ესპანეთი სიდიდით მეორე ექსპორტიორი იყო 131.000 ტონით, ანუ მთლიანი ექსპორტის 5%-ით. იმპორტის მხრივ ევროკავშირის ქვეყნებს შორის მაკარონის უმსხვილესი იმპორტიორი გერმანია იყო 468.000 ტონით, ანუ მთელი იმპორტის 28%-ით, რომელსაც მოსდევდა საფრანგეთი 372.000 ტონით, მთლიანი იმპორტის 22%-ით.